ამ წუთებში ყურადღების ცენტრშია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თესეულსა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებაზე მსჯელობენ აკადემიური საბჭოსა და სენატის გაფართოებულ სხდომაზე, რომელიც პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. დაპირების მიუხედავად დილით შეხვედრაზე დასწრების უფლება არ მისცეს სტუდენტებსა და კრიტიკული მედიის ჟურნალისტებს. შეიცვალა თუ არა ვითარება ამ დროისთვის, ჩვენი ჟურნალისტი მარიკა ბოლქვაძე მოგვიყვება ადგილიდან. მარიკა, რა ხდება ამ დროისთვის და როგორია სტუდენტების გეგმა? ჯახგურამ პირველ რიგში გეტყვი იმას, რომ სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეს გაფართოებული სხდომა, რომელსაც სენატისა და საბჭოს, აკადემიური საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან ჯაბა სამუშიასთან. საინტერესოა თავად უშუალოდ ჯაბა სამუშიასის პოზიცია, რომელიც შეხვედრიდან გამოსულმა ლექტორებმა გამოიტანეს, რამდენადაც ჩვენთვის გახდა ცნობილი. ჯაბა სამუშიამ განმარტა, რომ უნივერსიტეტების გაერთიანების იურიდიული უფლება სახელმწიფოს ოფიციალურად აქვს, თუმცა რა არის მისი პოზიცია როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის უნივერსიტეტების გაერთიანებასთან დაკავშირებით, ეს ყველა ლექტორისთვის, მათ შორის აკადემიური საბჭოს თუ სენატის წარმომადგენლებისთვის კვლავ უცნობი გახდა. ბოლო ინფორმაციით ჩვენთვის რაც არის ცნობილი არის ის, რომ ამ წუთებში გივი მიქანაძე, ქართული ოცნების განათლების მინისტრი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს ხვდება, რაც შეეხება ჯაბა სამუშიასთან შეხვედრას. სენატის წარმომადგენლებმა, რომლებმაც შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დატოვეს, განმარტეს, რომ არანაირი არგუმენტაცია იმ სიკეთეებთან დაკავშირებით, რაც შესაძლოა შეიძლება მოჰყვეს ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანებას, არ გაუკეთებია ჯაბა სამუშიას. შესაბამისად, ნაადრევი იქნება ამ შემთხვევაში მინისტრთან შეხვედრაზე მისვლა და ისინი არაპირებენ მინისტრთან შეხვედრაზე დათანხმებას, ვიდრე ამ სიკეთეების თუ საშიშროებებისა და საფრთხეების შესახებ არგუმენტირებულ მსჯელობას არ მოისმენენ თავად უშუალოდ ჯაბა სამუშიასგან. დღევანდელი შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ის, რომ ჯაბა სამუშიამ პროტესტის მონაწილე ლექტორებისთვის, რომლებიც დღეს შეხვედრას ესწრებოდნენ, საერთოდ ბოდიშის მოხდა მოითხოვა იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი აპროტესტებდნენ რამდენიმე თვის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, უნივერსიტეტის ეზოში შემოსულ სპეცრაზმს და აქ განვითარებულ მოვლენებს, როგორც გითხარით, ჯაბა სამუშიამ ამ ლექტორებისგან საერთოდ ბოდიშის მოხდა მოიტოვა, ზოგიერთმა მათგანმა ამ ინციდენტის შემდგომ შეხვედრა საერთოდ სხდომაც კი დატოვა. ორი რამის მცდელობა, ერთი რომ ხელისუფლებამ, ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ ლეგიტიმაცია მიანიჭოს საკუთარ უკვე მიღებულ გადაწყვეტილებას უნივერსიტეტის გაერთიანებასთან, უნივერსიტეტში იმ წესრიგის, ტოტალური წესრიგის დამყარებას, რასაც ის აპირებს, ეს ერთი და მეორე, შექმნას განწყობა, რომ პრობლემებთან დაკავშირებით პროფესორ მასწავლებლები ელაპარაკებიან თავად ხელისუფლებას და ამ ლეგიტიმაციის მოპოვებაც უნდათ. სხვა ამ შეხვედრებს არაფერი აზრი არ აქვს, რატომ? იმიტომ რომ გადაწყვეტილება უკვე არის მიღებული, გაერთიანებაზე რომ რაიმე შეიცვლება, ამაზე არავინ საუბრობს და არავინ ლაპარაკობს ფართო კონტექსტში, რა ნაწილია ეს აი იმ დაანონსებული რეფორმის ფარგლებში, რა სამსახურს უწევს საერთოდ რაღაცა საქართველოს მომავალს. ყველა მშობელს მინდა მივმართო, ის რაც ახლა ხდება განათლების მიმართულებით, მოქმედებს ერთადერთს. თუ თქვენ ხართ გაჭირვებული, ეს გადაეცემა თქვენ შვილებსაც. ვერასდროს ან განათლების სისტემაში თქვენი შვილები ვერ მიიღებენ შესაძლებლობას, რომ ამოვიდნენ გაჭირვებიდან, შეიქმნან კარგი ცხოვრება, წარმატებული პროფესიებს დაეუფლონ და იცხოვრონ იმაზე უფრო უკეთესად, ვიდრე ცხოვრობენ. არის საუბრა, რა თქმა უნდა, ავტონომიაზე, უნივერსიტეტის ავტონომიაზე, არც აკადემიურ თავისუფლებაზე. დაუსვა ჩემმა კოლეგამ ასეთი კითხვა და ამას თავს არიდევს და ბოლონიის პროცესზე ისე საუბრობს, რომ სულ არის ეს მაგალითად ის, რომ უნივერსიტეტს, რომელსაც არ აქვს ავტონომია და პარტია პირდაპირ განაგებს და გადაწყვეტს, რომ შეუერთოს თუ არა სხვა უნივერსიტეტს, მას, რა თქმა უნდა, არ ექნება არანაირი ევროპული ფასეულობები ვერ განვითარდება დამოუკიდებლად, ხო? მას არ უთქვამს ცალსახად თავისი დამოკიდებულება. თუმცა ყველა იმ კომენტარში, რასაც აკეთებდა, მე მეჩვენება, რომ ის მზად არის შეასრულოს აი ეს ბრძანებაც. ნახოთ როგორ წავა პროცესი და რა იქნება. გაჟღერდა ყველა პოზიცია. ძირითადად მოთხოვნა იყო, რომ არსი გამოჩნდეს რეფორმის მისი საფუძველი, რაში მდგომარეობს, გაერკვეს აკადემიური საზოგადოება და ზოგადად სტუდენტობა და ამ საკითხებზე იყო საუბარი.
დიახ, როგორც იცით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში გარდა ლექტორებისა, უნივერსიტეტის სტუდენტებიც არიან შეკრებილები. მათთვისაც გაუგებარია ჯაბასამუშიას პოზიცია, სწორედ ამიტომ მოითხოვეს რექტორთან შეხვედრა. რამდენიმე წუთის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში ლექტორთან შეხვედრაზე შევიდა უნივერსიტეტის 5 სტუდენტი, მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები. საინტერესო იყო სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლების აზრით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. მათ განმარტეს, რომ ამ დროის მდგომარეობით მათ არ გააჩნიათ კონკრეტული პოზიცია, თუმცა მას შემდეგ რაც მოისმენენ რექტორისგან არგუმენტებს, შემდგომში შეათანხმებენ ისინი ერთ აზრს, რომელსაც მოგვიანებით დააფიქსირებენ. აქ ახლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთან შესული სტუდენტების ორი მთავარი მოთხოვნა უნდა გაჟღერდეს, რომ საჯაროდ დააფიქსიროს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, თუნდაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მისი უნივერსიტეტის და სტუდენტების პოზიცია და მოაწყოს დიდი შეხვედრა, სადაც შესაძლებლობა ექნება ყველა სტუდენტს, რომ იყოს ამ შეხვედრის ნაწილი და საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს შეხვედრაზე. თუ შეიძლება ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით პოზიციას ვერ გამოვხატავთ ჩვენ. შეხვედრა არის დაგეგმილი სწორედ იმიტომ, რომ გადავწყვიტოთ ამ საკითხზე ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენთვის არის მოცემული, ვიმსჯელოთ, ვისაუბროთ ამასთან დაკავშირებით. ამიტომ მოვედი აქ. თუ შეიძლება რომ შევიდეთ ეს 5 ადამიანი რა. ეხლა შევდივართ მოკლედ რექტორთან სასაუბროდ, სადაც იქნებიან აქ 5 სტუდენტი იქნება ჩვენიდან და მათ შორის თვითმმართველობის წარმომადგენლები. ჩვენი მოთხოვნა იქნება ის, რომ საჯარო შეხვედრა აუდიტორიაში გამართოს TSU-ში, სადაც ყველა შეიძლება დაწესებას მათ შორის მედია საშუალებები და ასევე ტელევიზიაში პირველ არხზე თუ რაღაც იქნება, როგორც ერთ დროს თეატრალური უნივერსიტეტის რექტორი დაუჟდა თავის სტუდენტებს, იგივე ფორმატში, იგივენაირად დაგვიჯდეს TSU სტუდენტებს ჯაბასამუშია პირდაპირ ეთერში პირველ არხზე ან სადმე სხვაგან, არ აქვს მუშაობა. დიახ, როგორც გითხარით, ამ წუთებში სტუდენტების გარკვეული ნაწილია ჯაბასამუშიასთან შეხვედრის მოლოდინში. საინტერესო ახლა რა იქნება ჯაბასამუშიას პოზიცია, როგორ განუმარტავს ის მისი მხრიდან გაცხადებულ, შეიძლება ითქვას, რომ თანხმობას განათლების ახლანდელ მინისტრს გივი მიქანაძეს. რამდენიმე წუთში სავარაუდოდ დაიწყება ეს შეხვედრა და გვეცოდინება შემდგომში უშუალოდ როგორც რექტორის, აგრეთვე იმ სტუდენტების პოზიცია, რომლებიც ახლა ამ შეხვედრას უნდა დაესწრონ.